მიგრაცია კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ძირითადად მაღალმთიან სოფლებს აწუხებთ უმუშევრობის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის და ამბულატორიის არარსებობის გამო მთა მოსახლეობის განიცლება. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ძირითადად ახალგაზრდები გაურბიან, მოხუცებს მშობლიური კერის დატოვება უჭირთ და ხშირად ერთმანეთის იმედად რჩებიან. სოფელ მელეში ფეხით ავდივართ. ლენტეხის მაღალმთიან მიუვალ სოფლებამდე მისასვლელად ეს ერთადერთი საშუალებაა. გზად მიმავალი მწყემსი გვეუბნება, რომ მთავრობის უყურადღებობის გამო წლებია ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები არ არსებობს და საყოფაცხოვრებო პირობებიც მძიმეა. დარჩენილი მოსახლეობა ბარში გადასახლებაზე ფიქრობს. ჩვენ არ გვაქვს, დაკეტილი გზა, რა გზა არის ეს? დახმარება მთავრობა და არაფერი არ გვაქვს. გვიჭირს გავრობა, წასვლა, მოსვლა. ეს სოფელი ღობია. 80 წელს მიღწეული შურა ხორგუანი 7 წელია სანთლის შუქზე ცხოვრობს. ფერი დახმარება. რა გაწყდა 2 კილომეტრზე ეს კაბელი მაინც. ანდაც სინები მოხსნეს. საწყეს ის სინები გაეჭი. ჯანდაბას. კაბელს ხო არ უნდა ეს ბოძები აგერ ტყეადა გაწინავენ მეტი რა უნდა. არა, მონდომება არ არის. მიგრაციის დაძლევა ხელისუფლების კეთილნებაზეა დამოკიდებული, ამბობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ბერდია გუგავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების მხრიდან მთიანი რეგიონის ხელშეწყობა მოხდება, მშობლიური სოფლებიდან წასვლის სურვილი აღარავის ექნება. მაგრამ სოფლების დაცლას სჭირდება უბრალოდ რომ დაბრუნდეს. რაღაც სხვანაირი პირობები რომ შევთავაზოთ ამ ხალხს, რომელიც წამოვა. აგლა წასული ვინც ჩასახლებაშია, კაი კომპაქტურად არიან ჩასახლებული და ცხოვრობენ და შეეგვიან და მაინც ასე ცხოვრობენ. ვინც მიდის ნელ-ნელა თავის ინიციატივით, ის იმიტომ მიდის აქედან, რომ აქ ცოტა ძნელია მართლა ცხოვრება. ლენტეხის მაღალმთიანი სოფლები წლების განმავლობაში 40-ზე მეტმა ოჯახმა დატოვა. მიგრაცია სოფლებში ახლაც გრძელდება.